ჭორის ობიექტი რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ვარ, ალბათ ეს ყველა მიცის და ჩემი რეაქცია აბსოლუტურად ინდიფერენტულია. ადრე ღიზიანდებოდი და ეხლა ნაკლებ ყურადღებას ვცნობ. უბრალოდ ამ ბოლოს ეცდები ნაკლებად მივაქცია ყურადღება და ესეც ხდება რა. ფაქტურად მეცინება, იცით? იმიტომ მეცინება, რომ ამის გარეშე მე ვერ ვიცხოვრებ, თუ არ არსებობს ჭორი, თუ არ ლაპარაკობენ, ალბათ უკვე აღარ ხარ პოპულარული. არ ვამახვილებ იმას უბრალოდ რაღაცა ეს თქვენს და მეც ვავყო იმაზე. ესეთია რა, ანუ ეს საჭირო არის რა ამ საქმეში. ძალიან ხშირად არა, მაგრამ წამიკითხავს ჩემს შესახებ გაზეთებში სისულელეები და ნუ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ ბუნებრივი. რაც არ მესიამოვნა იყო ესეთი რომ ვითომ სატანისტები ვართ ჯგუფი ვარკის ვარკი და ესეთი ბრალდება ეს უკვე ჭორიც აღარ არის ეს რაღაც სერიოზული ბრალდება ის ვინც როკ მუსიკას სატანურს ეძახის უვიცობით მოსდის ეს არის პროფესია ეს არის ადამიანის პროფესია ადამიანების ზოგიერთი ადამიანების პროფესია რომელსაც ქვია ჭორიკნები და იცი რა ისინი თავის საქმეს აკეთებენ ფაქტიურად ჩემს გვერდით მყოფი ქალბატონი ჩემი ცოლობის გარეშე ვერ აღმოჩნდა, ამიტომ ყოველთვის ველოდები თუ ვის შემრთავენ ცოლად მომავალში. კი, ჭორების ობიექტი ძალიან ხშირად ხვდები ხოლმე, მაგრამ რეაქცია 0, 0. ხან მიხარია, ხან წყინს. უბრალოდ არასდროს არ მწყინს, ყოველთვის მიხარია. ჭორს კარგად ხვდები, იმიტომ რომ ჯერ მე თვითონ მაინტერესებს ხოლმე რაზე ჭორობენ, რა კონკრეტულ საკითხზე ჩემზე და მერე ვიცი რა რაღაცნაირად რო საუბრობენ შენს რაღაც სასიამოვნო, რაღაცა საინტერესო თემა ხარ, ასე რომ არანაირი რეაქცია არ მაქვს, იმიტომ რომ ჭორი ჩემთვის ჭორია. რაც შეეხება მასას, აი თქვენი საშუალებით ვეთქვი, რომ რასაც მე არ ვამბობ და სხვები ამბობენ, ესე იგი ის მართალი არ არის. ანუ იმის გვამდა რომ არასდროს არ ვიტყუები. ისიც რომ მეუბნებიან სხვაზე არ მჯერა ხო. იმდენად მიჩვეული ვარ მე ბავშვობიდან ჭორებს, რომ პრინციპში ჩემს ეს უბრალოდ საკვებია, მეტი არაფერი. როგორც შეიძლება პური იყიდო და ჭამო და შეიძლება კაი პური იყოს, შეიძლება ცუდი, ასე შემდეგ. ჭორიც იგივეა, საკვებია, ეს არის აქ სოციუმი გთავაზობს რაღაც საკვებს. თუ არ ლაპარაკობენ შენზე და ჭორებს თუ არ გიგონებენ, ისე იგი შენ მატარებელმა კაი ხარ ჩაი არა. ყოველ დღე ახალი და ახალი ჭორი მესმის ჩემზე. უსიბე გავარეთ რა ძიბონგა. ჭორების ობიექტი ხშირად არ ხვდები. საერთოდ არ ხვდები მე მგონი, რატომ უნდა გავხვდები? ხე როგორ არ დამირგავს, ხა აუცილებლად დამირგავს, მაგრამ ყველაზე უფრო რაც დამამახსოვრდა, მახსოვს მზიურში დარგული ხე, მზიურ ქალაქში, ბავშვების ქალაქში დარგული ხე, რომელიც მე და დათიტურებშუმა დავრგეთ ერთად. ხე დავრგე ერთი კვირის წინათ. დავრგე ხურმა. 15 ხე დარგული მაქვს. მექნება. მათ შორის არის ბლის ხე, ჭანჭური, გარგარის ხე. ზრუნა ვარვანაგვიანებ არასოდეს, მაგრამ ჩემი ხელით არ დამირგავს ხე არასდროს. თუმცა ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს და თუ რამე აქცია ჩატარდება, აუცილებლად შეუძლიათ რომ დამიძახონ, ჩავერთვები მთლიანად, მთელი ძალებით. ჩვენ წინ იყო სტილამის შემოღებული ბაღი და იქ გავდიხან ყურკებს და დიდი რომ ამოსულიყო მერე და მერე იტყვიან მეთქი რომ ეს ქეთათაფურიას დარგული და გაზნილი ხეა. ხე არა, ყვავილები დამირგავს პატარაობაში. ხე დამირგავს, კი და საერთოდ ბუნება ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მგონია რომ ბუნება ეს ერთადერთია რაც რჩება. მცენარეებზე მცენარეებზე რაღაც ზრუნვა, სახში არა მოხდა მცენარეები რაღაც მოუვარო და რაღაცა. რომ კონდეს გააჩნიოთ ამ მცენარეზე ესაა. ერთადერთი რასაც ვუვლი, ეს არის ყვავილები. არასოდეს არ მავიწყდება რომ მოვრწყა. არასდროს არ მომიწყვეტია, ასე ვთქვათ, რაიმე ან ბალახზე ამოსული ყვავილი, ფოთოლი, რატომღაც შეგრძნება მაქვს, რომ ეს ფოთოლი სუნთქავს, ისიც ცოცხალია. ჩემდა სამარცხვინოდ არასდროს ხე არ დამირგავს და მით უფრო ბუნებაზე არ მიზრუნია. სკოლის პერიოდში ხე დამირგავს. მეგობრო ბუნებასთან. რაც შეეხება ხის დარგვა, მე მაქვს ხე დარგული არაერთი. სახლი არ ამიშენებია, ბავშვი არ ამყავს და ხე არ დამირგავს. თბილისის ზღვაზე დავრიგე ხე. ბავშვებთან ერთად და ისე სხვაგან პრინციპში რაღაცები დამირგავს რა. ჩემი ოჯახის უფროსისგან გამომდინარე მამა ჩემისაგან რა თქმა უნდა ვზრუნავ ბუნებაზე და ვცდილობ
ძალიან ბევრი ხე მაქვს დარგული, როგორც ჩემეზოში, წყნეთში, ასევე თბილისში. ბუნება მიყვარს, მაგრამ ხეების დარგვა, წყლის დასხმა, ეს რა ქვია, ყვავილების, ეგეთ რაღაცები არ მჩვევია, თუმცა ბებია ჩემი ფლორა ქვია და თავის სახელს ამართლებს, გიждდება მცენარეებზე და ყოველი დილა ესე იწყება. გაიღვიძეთ ჩემო საყვარლებო. და ნუ აი მე ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანების და კარგია პრინციპში რო ხარ ესეთი. ეხლა პრინციპში უფრო პოეზიამ გამიტაცა და უფრო ლექსებს ვკითხო. ძალიან მიყვარს ხოლმე ასეთი თვალის გადავლება საქართველოს ისტორიას ვკითხო. ბავშვობაში მიყვარდა ძალიან ლევონ სანიკიძე, მაგრამ ეხლა წიგნით დრო არ მაქვს. ეხლა 1 წელია ალბათ არაფერი არ წამიკითხავს, იმიტომ რომ ხან საქმეში ვარ გადავარდნილი, ხან მეგობრებთან ერთად ვერთობი და ძალიან მწვენია რომ არ წამიკითხე. საყვარელი მწერალი შექსპირია ჩემი და ამჟამად სიმართლე გითხრა არაფერს არ ვკითხულობ, აი ამჟამად. საყვარელი წიგნი არის სამი მეგობარი რემარკის. შეიძლება სიცხულიც არის ამის თქვა, მაგრამ შეიძლება თავს არ ვიკლო, მე ხა კითხვით მაგის დროს სიმართლე გითხრა შეიძლება არც მაქვს. შეიძლება კი არა ეგრეც არის. ჩემი საყვარელი მწერალი, მაგას დაფიქრებაც არ უნდა დუმბაძე. გიждები. მაგრამ ეხლა კაი ხანია ნახდა წიგნთან არავით არის ურთიერთობა არ მქონია, იმიტომ რომ რაღაც კაი რაღაცები, იდეები მაწუხებს და უბრალოდ იმდენად ბევრი დრო მიაქვს იმას, რომ ისედაც ამ ძიმე ცხოვრებაში რატომღაც აი სურვილი გამიჩნდა რომ ვიკითხო ნოდარ დუმბაძე. ამ ბოლოს კიდევ რამოდენიმეჯერ გადავიკითხე დუმბაძე. საყვარელი მწერალი არის ვაჟა ფშაველა და დოსტოევსკი. ძალიან მიყვარს ოსკარ ვაილდიც. ეხლა ამ წუთას არაფერს არ ვკითხულობ, თორე დრო არ მაქვს. ძალიან მიყვარს შოთა რუსთაველი, ბავშვობიდან მიყვარს გურამ დოჩანაშვილი, შემიძლია ვთქვა. ბულგაკოვი მიყვარს და მარკეს მიყვარს. ჩემი საყვარელი მწერალი ალბათ ჯეიმს ჯოისი. ეხლა ამ წუთას ვკითხულობ საკუთარ ნაწარმოებებს. მხოლოდ და მხოლოდ ჩინგის აიტმატოს ვკითხულობ, როგორ ითარგმნება და დღე იყო უფრო გრძელი წუთის სოფელს. ეხლა არაფერს არ ვკითხულობ, იმიტომ რომ ამ საქმეში კითხვა არ არის საჭირო, საქმეში საჭირო არის დაწერა. თავის დროზე იმდენად ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, რომ ამჟამად ვკითხულობ ძილის წინ მხოლოდ ესეთი მსუბუქი ჟანრის დეტექტივებს, ბესტსელერებს რა. აი დეტექტივი ჩემთვის ცოტა დაძაბულია ჩემი სულისთვის და ისე საერთოდ ყველაფერს ვკითხულობ. ეხლა რასაც ვკითხულობ არის უილიამ ბეროუზი, იმიტომ რომ თარგმნა და ამიტომ ვკითხულობ. სამწუხაროდ არაფერს არ ვკითხულობ. ძალიან ხშირად ვკითხულობ პინოქიოს.